ჩვენ ალბათ იმ ფაქტის მოწმენი ვართ. ისმის ნორმალურად. კი, ისმის, მე მესმის. იმ ფაქტის მოწმენი ვართ, როდესაც ქართულ ოცნებაში გადაწყვიტეს, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად პროცესებსაც სიფიცხე და სიმწვავე მოუმატონ. ამიტომ ამ მოვლენის მოწმენი ვართ. ახლა ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვით ესეთი რამ, რომ სისტემა, რომელიც შეიქმნა და ეს არის კრონიზმი, კლიენტელიზმის სისტემა ეგრეთ წოდებული, როდესაც სისტემის ბენეფიციარები ურთიერთკავშირს ან ურთიერთდამოკიდებულებას სხვადასხვა ბენეფიტების სარგებლის ხარჯზე მათ შორის ინარჩუნებენ ერთმანეთის დაშინების თუ ერთმანეთზე კომპრომატების შენარჩუნების ან გამომზეურების რისკის ხარჯზე აი ალბათ სადღაც ვევა მოხდა, ნაპრალი გაჩნდა სისტემაში და ამიტომ ეს მესამე ელემენტი დაშინების, დამუქრების სწორედ ახლა პროცესში არის. სიმართლე რო გითხრათ, ამუქარის მიზანი რა უნდა იყოს? ღარიბაშულმა რაღაც შეტევა არ განახორციელოს, რამე არ გამოუქვეყნოს კობახიძეს თუ აი ჩემთვის პირადად აბსოლუტურად მეათეხარისხოვანი არის ალბათ როგორც არაერთი ჩვენი მსმენელისათვის, ვინაიდან ჩვენთვის არსი არის თავარი სისტემის ბუნება და მისი ფუნქციონირება რას ეფუძნება. შესაბამისად სისტემის ბუნების გასაგებად ალბათ მთავარი კითხვა არის ეს სისტემა როგორ შეიძლება მისი დემონტაჟი. ახლა ისეთ უადგილო შედარებაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ჩემი თაობის ადამიანებს ახსოვთ ერთი ესეთი ფილმი რვაფეხა. ალბათ ჩვენ სწორედ აი ამ დინამიკის მოწმენი ვართ, ამიტომ ნუ რავის ნუ ეწყინება, როდესაც ერთხელ შეფასება გავაკეთე სხვა შორის თქვენი ეთერის მეშვეობით, რომ ის რისი მოწმენი ჩვენ დღეს ვართ, ეს სახელმწიფო არ არის. და ეს სახელმწიფოს ნიშან-თვისებებს არ ატარებს და მაფიოზური წესებით მოქმედი. ეს ფილმი სწორედ ამიტომაც გამახსენდა. მე ვთვლი რომ ეს შედარება არც თუ უადგილო არის, მაგრამ ერთი დასკვნის სახით რაც მე მაფიქრებს და ეს ჩემი საზრუნავი არ არის. არ ჩემი საფიქრალი არის და არც თქვენი. აი ნახეთ, უკვე არაერთი წელი არის მახვილი ამ რეპრესიული სისტემის შიგნით რეპრესიული აპარატის ხან მიმართული არის ყოფილი პრემიერების მიმართ, მინისტრების მიმართ, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის მიმართ და რატო თქვი ჩემი საზრუნავი არ არის თქო, მათ შეუძლიათ რა თქმა უნდა განავრცონ ეგ და უფრო სიღრმეებში შევიდნენ, მაგრამ ნუ თუ არავის არ აღელვებს, ვინ სისტემის ბენეფიციარი არის, ფუძემდებელი არის ან ფუძემდებლები არიან, რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება ამ სისტემამ წონასწორობა დაკარგოს და დაკარგოს სწორედ იმ ცნობილი ფაბულის მიხედვით, როდესაც ციხე შიგნიდანს ყდება. ამიტომ თქვი დათქმა გავაკეთე, რომ შეუძლიათ განავრცონ, მაგრამ აი რამოდენა დაბინდება არის რაციონალისა და ეს დელირიუმი, ანუ გონების აშლილობა, როდესაც თუ ეს პროცესი გაგრძელდა, სწორედ მათთვის საზიანო პროცესები განვითარდება და რაღაც ეტაპზე თუ უკვე არ არის გადასული ამ რეჟიმში, სისტემა გადავა თვითდაზიანების რეჟიმში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მხოლოდ შეფასება შეგვიძლია გავაკეთოთ და რაღაც ინდიკატორი გამოვიყვანოთ, თორე რა თქმა უნდა გზახსნილი არის და მათ შეუძლიათ ამ პროცესის გამწობა. კი ბატონო, ეხლა ოცნება არის თვითდაზიანების რეჟიმში. ანუ ფიქრობ თუ არა, რომ რაღაც გუნდი, რომელიც ეხლა გამარჯვებულად ითვლება შიგნით, ფიქრობს, რომ ისე ძლიერია, შეუძლია ასევე, ასე ვთქვათ, ვიღაცებს დაერიოს, რომელიც ოცნების ხოლგის ქვეშ იგულისხმებიან, მაგრამ ეხლა ძალაუფლებაზე წვდომა არ აქვთ. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ჩავერებით მათ ამ შიდა გარჩევებში, ვერც მოუწოდებთ ზომიერებისკენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება, რომ მაკვირვებს ის ენერგია და ის სურვილი და ის ვთქვათ შემართება, რომელსაც სხვადასხვა ფლანგები და სხვადასხვა ფრაქციები ამ სისტემის ავლენენ და ეს იცით როგორი შემთხვევა არის, როდესაც ის ტოტი იჭრება, რომელზეც ყველანი ერთად ზიან. ამიტომ მე ამ შემთხვევაში ვერანაირი ემპათიით ვერ გამიშვალები ამ პროცესის მიმართ. ჩვენ სხვათა შორის სოციალურ მედიაში ვადევნებთ კიდევაც თვალყოს, როდესაც მომხრეები მათი სტაჟიანი მომხრეები ძალიან აღელვებული და ანერვიულებული არიან, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა თუ ჩვენ ვსაუბრობთ შედეგზე და შედეგი არის არა მარტო სისტემის დემონტაჟი, არამედ ახალ საფუძვლებზე გადასვლა, ერთ-ერთი განმაპირობებელი ამ დემონტაჟისა და შემდეგ ახალი თავის წერის დაწყებისა არის სწორედ ის ბრძოლა, რომელიც შიგნით წარიმართა.
კი ბატონო, როგორ შეიძლება მისი დემონტაჟი, ასეთი ფრაზა ახსენეთ. სწორედ აქედან გამომდინარე არის საინტერესო, რა ხდება სისტემის შიგნით, როგორია ახლა ეს სისტემა და რა ხდება სისტემის გარეთ, ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ სისტემის გარეთ რა ხდება, თუ კი რამე კარგი ხდება, ეს ეხმარება სისტემის დემონტაჟს, ასევე ეს ეხმარება საზოგადოების თვალში იმის დანახვას, რომ არსებობს ალტერნატივა, რომელიც ამ სისტემის დემონტაჟის შემდეგ ჩაიბარებს ხელისუფლებას ან გადაიბარებს ხელისუფლებას. ამიტომ რა ხდება სისტემის მიღმა, მოდი ვილაპარაკოთ ამაზე. ალბათ სისტემის რა გამოწვევები აქვს თქვენს ჩანაწერებს, რომ მიუყვეთ დღეს ქართულ პოლიტიკას? ალბათ სისტემის მიღმა ორი ტენდენცია იკვეთება დღეს. ერთი ტენდენცია არის ერთი და იმავე ადგილის ტყეპნა. ეს არის არსებული ოპოზიციური ძალების მხრიდან თქვენ ეს ეხლა კი არა, მე მგონი წლებია ჩვენ ამას ვაკვირდებით. 8 პუნქტიანი გეგმა, მორიგი მოწოდება ერთობისკენ, თუმცა მიუხედავად განსხვავებული მოწოდებებისა, შინაარსობრივი დატვირთვა ამა თუ იმ კონფიგურაციის არ იცვლება. მაგრამ მეორე ალბათ რაც არის მთავარი და გამსაზღვრელი, ეს არის გადაღლა უკვე არსებული პოლიტიკური სისტემით. ეს არის გადაღლა არა მარტო მედლის ერთი მხარით, არამედ მედლის მეორე მხარით და სხვადასხვა დისკუსიებში ჩვენ რო ახლა პოზიტივის ნიშანწყალი მივცეთ ჩვენ მსმენელს, არის სწორედ ისეთი აზრის აღმოცენება, რომ ამ ახლის შექმნა, რომელიც არა მარტო ოპონირებაში გამოიხატება, არამედ რეალური ალტერნატივის შექმნაში, აი სწორედ ამას აქვს დღეს ყველაზე მეტად ყურადღება, აქეთკენ არის ალბათ ყველაზე მეტად ყურადღება. რაღაც ახალი უნდა შეიქმნას, რაც არსებობს, ეს არ არის, ასე ვთქვათ, დაპირის დემონტაჟის შემძლე. ჩვენ თუ საუბრობთ ქალბატონო დიანა, რომ უნდა გადაიშალოს თანამედროვე ისტორიის ერთი მსუყე გვერდი, ამ გვერდს უნდა გადაყვეს არა მარტო სახელმწიფო მდგენელი, არამედ მნიშვნელოვანწილად ოპოზიციური მდგენელიც. ახლა ეს არის ძალიან ოპოზიციური მდგენელი უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ის არ ირღვევა და ეს არის ძალიან უსიამოვნო სათქმელი, ეს ძალიან მძიმე სათქმელი არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ოპოზიციურ სპექტრს და მის ცალკეულ მესვეურებს არ უნდა დავუკარგოთ ის ტვირთი, რომლებიც მათ ზიდეს წლების განმავლობაში, მაგრამ ერთი რამ, თუ ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებული, უნდა ვაღიაროთ, რომ პროცესი გავიდა ბოლოში, პროცესი მოექცა ჩიხში. ამიტომ ერთ წრეზე სიარულს უკვე არა მარტო პროსაოცნებო ეფექტი აქვს, არამედ უფრო უარესიც აქვს ანტისახელმწიფოებრივი ეფექტი იმ გაგებით, რომ ვერ ხდება ახალი დღესასწაულის შემოტანა, ვერ ხდება განვითარება, ვერ ხდება ქვეყნის მოდერნიზებაზე ფიქრი და ალბათ ეს არის სწორედ ის მთავარი ფოკუსი, საიდანაც დღეს ყურადღება უნდა გქონდეს მიჩენილი. ჩიხიდან როგორ უნდა გამოვიდეს ეს პროცესი? ხა დღეს და ხვალ არავინ თავის გაუქმებას არ აპირებს. ახალი შეიძლება რაღაც პერიოდი, არ ვიცი, რაღაც ფორმით თუ ადამიანელი არჩევნები იქნა, სადღაც წამოეწიოს პროცესს, მაგრამ ახლა აქ და ახლა აი ამ ჩიხური ვითარება მე სულ მახსოვს რაღაც სტატიურ კადრს როგორ შეადარეთ ჩვენი ვითარება მოცემულობა თითქოს აი კადრი გაიყინა აი ამ ჩიხური ვითარებიდან ახლა ეს პროცესი როგორ უნდა გამოვიდეს მინდა რომ აი რეალურ დროში აწყვოში ვილაპარაკოთ ალბათ მთავარი არის ერთ-ერთი მთავარი არის ის რომ მედია სივრცეში დაირღვეს გარკვეულ თემებზე ტაბუ როდესაც წლების განმავლობაში ჩვენ მივიჩნევდით რომ შავი არის და თეთრი თეთრია ალბათ მედია სივრცეში არასტერეოტიპული საუბრებისათვის გზის გახსნა არასტერეოტიპული არაკონვენციური მოსაზრებებისათვის გზის გახსნა ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ გარკვეულწილად ის აზროვნება გაიყინა ეს გაშებული კადრი რომელიც თქვენ ახსენეთ და კარგია რომ შემახსენეთ ამ თვალსაზრისით ალბათ ეხლა ფაქტია რომ რეალურად პროცესი რითაც იკვებება და რაც კვებას პროცესს ეს არის ერთი და იმავე ფიგურანტების პოლიტიკურ სცენაზე შერჩენა. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა ყოველთვის ამას გაუსვა რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული ჩვენ ვხედავთ საკმაოდ რთულ ვითარებას რომელიც ქვეყნის გარეთ იქნება და ქვეყნის შიგნით იქნება ქვეყანა რეალურად დღეს არ არის ორიენტირებული კონკურენტუნარიანი თვისებების განვითარებაზე ქვეყანა კიდევ ერთხელ მომბობ არ არის ახალი ინოვაციური იდეების დამკვიდრებაზე ორიენტირებული იქნება ეს ეკონომიკა თავდაცვა თუ სხვა ეს ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთი კარგი ილუსტრაცია არის თუ როგორ ჩავჩი ჩვენ ფაქტურად წარსულში და ვცდილობთ ამ წარსულში ერთმანეთი გამოყვებოთ
ამიტომ მედია სივრცეში ამ საუბრების გახსნა და გარკვეულწილად მედიამაც ამ ხრივ ალბათ ხელი უნდა შეუწყოს ახალი სასაუბრო ნარატივის შემოტანას. ეს არის ერთ-ერთი გზა. გარდა მაგისა, ალბათ გითხარით კონკრეტულად, აი არასტერეოტიპული საუბრები რომელია? ეს ალბათ არის საუბრები იმის თაობაზე, რომ მას შემდეგ რაც არსებული კონფიგურაცია ჩანაცვლება ახალი კონფიგურაციით, რა პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული ეს კონფიგურაცია, იქნება მისი უსაფრთხოების სისტემა, იქნება მისი პოლიტიკური სისტემა, თუ იქნება მისი ეკონომიკური სისტემა თუ სოციალური სისტემა. ალბათ ის ჩანაწერებიც, რომელიც თქვენ ახსენეთ და არაერთი ასეთი პოსტი დღეს გვხვდება, ძალიან მისასალმებელი არის, რომ დღეს ფაქტიურად ფიქრი და გონება და აზროვნება მიმართული არის არა მარტო არსებული საპირისპიროთ, არამედ თავრისაკენ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. აი ჩვენ ალბათ თუ უნდა დავამტკიცოთ ის ბრძოლა, ის წინააღმდეგობა, ის დაღვრილი რესურსი, ოფლი თუ სისხლი, რომელიც დღეს ფაქტიურად ისი მოწმენით დღეს ვართ, თავარი გამამართლებელი საბუთი უნდა იყოს ხვალინდელი დღის გამართული, ქმედუნარიანი და ბრძოლის უნარიანი ქართული სახელმწიფო. ალბათ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული პოლიტიკური ელიტაც, არსებული თუ აღმოცენებადი. ეხლა თქვენ ხომ უყურებთ, რომ მართლაც გაშიშებულ კადრში ადგილის კეპნა. მნიშვნელოვანი არის ალბათ ასევე რომ შიდა რესურსებთან ერთად ჩვენ ასევე მოვუწოდოთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომ მე სხვა შორის მახსენდება ასეთი კონკრეტული საუბარი, რომელიც ელჩ დენიგანთან ჰქონდა თავის დროზე, როდესაც ამერიკელები გამოთქვამდნენ პრეტენზიას დახურულ სივრცეში, რომ რატომ მათი რესურსი ვერ პოულობს სათანადო ნოყიერ ნიადაგს ქართულ სივრცეში. ჩემი პასუხი იყო ერთ-ერთი ის, რომ მათ ყავდათ არასწორი ინტერლოკუტორი, არასწორი კონტრაგენტი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის მისამართი თქვა არ მინდა ვისროლო. ეს იქნება არასამთავრობო სექტორი თუ მოქმედი ოპოზიციური სპექტრი. არასწორ ხალხზე და ორგანიზაციებზე აკეთებდნენ აქცენტს. თუ ჩვენ გვინდა რომ სურათის გადახალისებაზე ვისაუბროთ და თვისობრივ განახლებაზე, რა თქმა უნდა, ეს თვისობრივი განახლება მათ შორის სახების თვისობრივი ჩანაცვლების გარეშე ვერ მოხდება. ანუ არასწორ ორგანიზაციებში დებდნენ ფულს ამის. მე ვფიქრობ თვითონაც გარკვეულ ესე ვთქვათ, აი მახეში მოექცნენ და ძალიან უჭირთ ამ მახედან უკეთრო ვთქვათ მათი კომფორტი ზონიდან გასვლა. ესეც კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც ჩვენ ოპოზიციურ სპექტრზე ვთქვით, არც თუ სასიამოვნო სათქმელი, ეს ასევე უნდა აღვნიშნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, იმიტომ რომ სხვა რო არაფერი, ეს უშედეგობა მათი მხრიდან დახარჯული რესურსისა ყველაფერს რომ შევეშვათ, ასევე გადაითარგმნება დასავლური იდეის. მე ხშირად ვამბობ დასავლური მატრიცის კონტრპროპაგანდისტულ წარმოჩენაში ქართულ სივრცეში. არასწორი რომ იყო ეს ხარჯვა, ანუ რაში გამოიხატება, რა შედეგი უნდა დაედოთ და ვერ დადეს. რა იყო მიზანი მაშინ ასე? მიგვირს რომ იმ მილიონების დახარჯული მილიონების ფონზე და სხვა სახის რესურსის ფონზე როგორ მოხდა ის რაც მოხდა, რომ ანტიდასავლურმა იდეამ და ანტიევროპულმა იდეამ დროის მოკლე ხანში ასე იოლა თითქოს და მოიკიდა ფეხი მოსახლეობის საკუთრივ მოიკიდა, გცნობთ ამას, ეს ოცნების მხარდაჭერის პირდაპირ პროპორციულია. ნაწილში ახლა მე ასეთი წარმოდგენა მრჩება, ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ რო ვისაუბროთ იმაზე, რომ ან ერთ ბანაკს, ან მეორე ბანაკს აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების სახელით, ეს ჩემი აზრით ძალიან გადამეტებული ამბიცია არის საკუთარ თავზე აღებული, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან ჭრელი არის და როდესაც ჩვენ ვსაუბროთ, რომ იმ ფეხმოკიდებულ კონტრპროპაგანდისტულ ნარატივზე, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის სეგმენტი, სადაც ამ ნარატივმა, ამ პროპაგანდამ ფეხი მოიკიდა, არც თუ მცირე არის და აი სწორედ ჩემი კითხვა და კრიტიკული კითხვა სწორედ იმაში მდგომარეობდა რა, რომ ის უზარმაზარი რესურსი, რომელიც წლების განმავლობაში ილექებოდა ამ ქვეყანაში, ნახეთ წამოსდა კიდევაც, არა თუ იხარჯებოდა, არამედ ილექებოდა. რატო ვერ აღმოაჩინა, რატო ვერ გადაითარგმნა სწორედ იმ საპირწონეში, რომ ამ ანტიევროპულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას ასე იოლისქვით ვერ ევლო ქვეყანაში. ეს არის ოცნების მხრიდან წარმოებულ პროპაგანდაზე საუბრობ, ხო? ოცნების მხრიდან, ხო, და რატომ ვერ პოვა მან წინააღმდეგობა საზოგადოების ფართო მასაში. კი ბატონო, და ის რომ ამ პროპაგანდამ ვერ პოვა პოვა ნოყიერი ნიადაგი თქვა, ამას ვამბობ, ამაში გარწმუნებთ ოცნების მხარდაჭერა? იცით, იმიტომ რომ კვლევებით ეს თუ ავიღებთ სოციოლოგიურ კვლევებს, ტრადიციულად ევროკავშირი, ნატო ამ ტიპის პასუხები შეება რაღაც პლუს მინუს მცირედი ცდომილებით, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი უმრავლესობა, მაგრამ
მე დაგეთანხმებოდი, თუმცა აი მინდა რომ ეს ფაქტორიც გავითვალისწინოთ. თუ კვლევებს ავიღებთ საზომად, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ყველაფერი რიგზია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რაღაც ხვდები ადამიანი, რომ თლად ასე არ არის და რომ ეს ნოყიერი ნიადაგი მართლაც ნაპოვნი აქვს. ზოგადად ვემხრობი ქალბატონო დიანა იმ თეზას, რომ რაც უფრო მეტად ოპოზიციური სპექტრი ემუშავება ქართული ოცნების ელექტორატს, ალბათ ეს იქნება ყველაზე სწორი და პროდუქტიული ვექტორი ამუშავების, ვინაიდან ოპოზიციური სპექტრის ელექტორატს დღეს ვერავინ ვერ გააბევრებს და მისი შემცირება თუ მოხდება მხოლოდ აპატიაში ჩავარდნილი ამორჩევლის ხარჯზე. ერთ-ერთი გზა შედეგის მისაღწევად კი გადის სწორედ ქართული ოცნების ელექტორატის მხარდაჭერთა შემცირებაზე. ეს ერთი მოსაზრება. მეორე მოსაზრება ასევე, რომელიც მინდა გავაჟღერო თქვენი ეთერის მეშვეობით, ეხლა თქვენ სოციოლოგიური გამოკითხვები ახსენეთ. აქაც ვაცნობიერებ რა, რომ მკვეთრ უმცირესობაში აღმოჩნდები, მე თვითონ ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს საერთოდ ქართულ სივრცეში სოციოლოგიური კვლევების ჩატარების მიმართ. სოციოლოგიური კვლევები, მათ შორის ეგზიტ პოლები, იქცა ერთგვარად, ასე ვთქვათ, აი საზოგადოებრივი აზრის ვიქტიმიზაციის, ანუ მსხვერპლად ქცევის ერთგვარ იარაღად და ინსტრუმენტად. ეს ძალიან თამამი შეთავაზება არის, ამას ვაცნობიერებ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ არის არაერთი ქვეყანა, სადაც მინიმუმ ეგზიტ პოლები საარჩევნო დღეს არის აკრძალული. აი ჩემი აზრით, იქ სადაც სოციოლოგიას ჩვენთან გამოყენება აქვს არც თუ კეთილსინდისიერი მიზნებისთვის, ალბათ ესეც დამაფიქრებელი არის, როდესაც ჩვენ ახალ ფურცელზე ვსაუბრობთ, როდესაც მოდერნიზებაზე, ახალ პოლიტიკურ კულტურაზე ვსაუბრობთ, იმდენად ეს თქვა პოლიტიკური ჰიგიენა დღეს დაბინძურებული არის პოლიტიკური აზრის და ვიქტიმიზაცია, მაგიტომაც ვახსენე. საერთოდ ხომ არ გვეფიქრა რაღაც დროით ერთგვარ მორატორიუმზე, ასეთ კვლევებზე და ეგზიტ პოლებზე. ესე ჩემი უგზალებული აზრი არის ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, როცა თქვენ ამბობთ ოცნების მომხრეების კან საკუთარი რიგების გაფართოებას. ხომ არ ფიქრობთ, მე ხშირად მიფიქრია სხვათა შორის, ან იმსჯელია ამაზე, რომ შეიძლება რადიკალური ესე ძიმე ჟღერს და ბევრისთვის ეს რაღაც ძალიან ორგანული გზა, მაგრამ რადიკალური დღის წესრიგი უფრო ბოიკოტზე, არაღიარებაზე წინა ამაზე აგებული დღის წესრიგი ამაგრებს იმ ამომრჩეველს, რომელიც ისედაც შენია, რომელიც 12 წელი სულ შენი იყო და თავში არ ვიცი რა რეპრესიული კანონიან ცემას ადარბაზოებს, რის გამო ის ისევ რჩება შენ ამომრჩევლად. მაგრამ როცა გაფართოებაზეა საუბარი, იმ ადამიანებისთვის რაღაც სხვა ტიპის დღის წესრიგია შესათავაზებელი. ანუ ეს ისედაც შენი ამომრჩეველია. მესმის რომ შეიძლება ისე უნდა გააფართოვო, რომ ეს აპათიაში კიდევ უფრო იმის გამო არ ჩავარდნენ, მაგალითად როგორც ახლა ლელოს ამომრჩევლის ნაწილი არ ვიცი რამდენად ბევრი, მაგრამ შეიძლება ვიღაცებმა თქვას, რომ აი როგორ მიდის არჩევნებში. მესმის რომ იქ ცოტა თანმიმდევრულობის პრობლემაც აქვს, მაშინ იქ ბოიკოტს რატომ აცხადებდი და არ შედიოდი და აქ მიდიხარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი რა დღის წესრიგი იქნება ოპტიმალური, ასე მივალ კითხვის ფინალამდე, რომ გაფართოების შანსი იყოს მეტი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მედიამ უნდა არჩიოს, გავიდეს გარკვეულწილად სტერეოტიპებიდან და რაღაც ეს თქვათ აი ერთგვარი კვადრატიდან, სადაც მან აი არ ვიცი რამდენად, მაგრამ ცდელობა მაქვს, თუნდაც თქვენნაირი რესპონდენტისთვის ეთერის მიცემა. ბოლოს ეს ჩართვა, რომელიც გააკეთეთ, ერთგვარი სწორი თუ შეფასების უფლებას მომცე, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი არის. აი თქვენ რიტორიკა ახსენეთ. ეხლა სხვადასხვა საკითხებს შორის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ქართულ ფორმაციაზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეგრეთ წოდებული საშუალო ფენის, the middle. ეს არის მთელი კონცეფცია, რომელიც ოცნებამ ასევე, თქვა, დამაკნინებელ კონოტაციაში თარგმნა და შუაშისტების ფრთა უწოდა, რა და საშუალო ფენა სწორედ არის ის გარანტორი. პოლიტიკის ბედს, ქვეყნის ბედს ვინც წერს. საშუალო ფენა არის გარანტორი სწორედ პოლიტიკური სტაბილურობის და ცვლილების მათ შორის და იმისა, რომ პოლიტიკური მიდრები და ღარიბები მოწყვლადები არიან. საარჩევნო ხმა იოლად არ გაიყიდება. ეს არის ალბათ ის მასტაბილიზირებელი ფაქტორი, რაზედაც ალბათ ეს ახალი პოლიტიკური კულტურა უნდა იყოს აღმოცენებული და მიმართული. ასევე ახლა თქვენ რაც ვთქვით რიტორიკასთან მიმართებაში. როდესაც შენ ცვლილებას პირდები, ადამიანს ამ ცვლილებას არ უნდა ახდეს შიში და შურისძიება. ეს მორიგი არაპოპულარული თემა არის, რაზედაც ჩვენ უნდა შევხვდამთ. თუ ჩვენ
უარი არ თქვით პოლიტიკურ ვენდეტაზე. პოლიტიკურ ვენდეტაზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს სერიოზულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებზე დევნის აღზრდასა და გამოძიების წარმოებას, მაგრამ პოლიტიკურ ვენდეტაზე საჯაროდ უარის თქმა ალბათ გარკვეულწილად უნდა იყოს განმაპირობებელი იმ შიშის გაბათილებისა და იმ ცუდი მოლოდინების გაბათილებისა. იმიტომ რომ ადამიანი თუ გინდა რომ დააკვეს შენ ფიქრითა და გონებით, მას უნდა გაუბათილო ხვალინდელი დღის შიში. და კიდევ ერთი, როდესაც ჩვენ პოლიტიკურ ვენდეტაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ხშირად ძალიან გვაღიზიანებს გარკვეულწილად აი ქართული ბიზნესის სახე. მე არ ვსაუბრობ ახლა ყველა და თითოეულზე. ქართული ბიზნესის სახე, იმიტომ რომ ის ჯერჯერობით ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, როგორც პასუხისმგებლიანი სოციალური მოთამაშის, მაგრამ აქაც ალბათ, როდესაც ჩვენ ხვალინდელ დღეზე ვსაუბრობთ და პოზიტიური ჯამის პრინციპზე, როცა გამარჯვებულმა არ შეიძლება თავისკენ ყველაფერი წაიღოს და ჩარეცხოს დამარცხებული, აქაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ გარკვეულ მექანიზმზე დაწყებული პოლიტიკური და დამთავრებული სამართლებრივით, რომ არანაირი შეზღუდვა მათი ქონებრივი უფლებებში, არანაირი შეზღუდვა მათი ბიზნეს საქმიანობაში არ ხდებოდეს. თავარი საჭელი მე კიდევ ერთხელ მithქვამს, არაერთხელ მithქვამს თქვენი ერთ-ერთით, ეს უნდა იყოს ჩახსნა იმ საცეცების ბიზნესის ჯანსაღ საფუძველზე გადაყვანა, კონკურენტუნარიან საფუძველზე გადაყვანა და ალბათ ეს იქნება ყველაზე დიდი საჭელი. მოკლედ რო ვთქვათ, ყველა ეს მესიჯი, ყველა ეს გადაცემა, ყველა ეს საუბარი უნდა იყოს მიმართული იქეთკენ, რომ აი თქვენ ქართული ოცნების მომხრეებზე მესაუბრებოდით. მათი ვიც ან ნეფსით აქცია თავი ბენეფიციარად, ან მძევლად ამ სისტემის, ან უნებლიეთ. თანამონაწილეებთ უნდა გავხადოთ ამ პროცესის. თანამონაწილეობა კი გადის კონკრეტულ რიტორიკაზე მათ შორის და მედია სივრცეში ჯანსაღ და ჯანმრთელ საუბარს. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონ ვიქტორ, ძალიან დიდი მადლობა. შეგიძლიათ დატოვოთ სტუდია. მადლობა. ვიქტორ ყიფიანი პასუხობდა ჩვენ კითხვებს GeoCase-ის გამგეობის თავმჯდომარე.